Garjo მეგობრებო, მე მქვია ერეკლე და დღეს ჩვენ ვითამაშებთ Minecraft-ს. 1 თვის შემდეგ, თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, 1 თვის შემდეგ Minecraft-ზე ბოლო ვიდეო იყო გაკეთებული, სადღაც 1 თვის წინ. და მაგ ვიდეოს ერქვა სულ ბოლო ვიდეოს. მე სადაც ავაფეთქე ბევრი ბომბი Minecraft-ში და მაგის შემდეგ მე Minecraft-ზე ვიდეოები არ ჩამიწერია. ვიწერდი ერთხელ ჩავიწერე თამაში My Hotel-ი, მერე თამაში Spaghetti-ზე და სულ Roblox ვიწერდი და ეხლა ამდენი ხნის შემდეგ ვიწერ Minecraft-ს. ხო, შეხედა, მე უკვე ჩემს სოფელში ვარ და მოდი დავიწყოთ, გაჩვენებ ჩემს სოფელს რანაირია. კარგი, მოდი გაჩვენებთ რანაირია ჩემი სოფელი. გავირბინოთ ცოტა. ყველა სახში შევალ და გაჩვენებ იქ რა მაქვს. აქ მე მეგობრებო ზოგადად ბიბლიოთეკა გვაქვს და მე ყველა კარები სოფელში რკინის კარებზე შევცვალე. აქ მე მაქვს ზოგადად ეგეთი რაღაცა მაგიდები სამუშაო. ეგეთი ხო. სადა ვიღილაკი, აქ რა არის? აქ მუსიკის მოსასმენი ოთახია და აქ ყველა დისკია, რომელიც საერთოდ მაგ თამაში არსებობს. კიდევ აქ მე მაქვს ეგეთი ადგილი. სადაც მაქვს ონკანი, მაქვს ალმასისგან გაკეთებული ბრონი, ლავა და იმისგან და რკინისგან გაკეთებული ბრონი. და როგორც დაინახეთ მეგობრებო, მე ინვენტორში მაქვს ნეზერაიტის ბრონი. მოდი ის ჩავიცვათ. მიყვარს მაგ სამყაროს ბრონის ჩაცმა. და ეგეთი ვარ ხო. მოდი აქედან გავიდეთ. მეგობრებო. და მე გავაგრძელებ რაღაცეების ჩვენებას თქვენთვის. აქ ეგეთი რაღაცა მაქვს, ეგეთი crafting table-ი და ეგეთი რაღაცა ქართულად არ ვიცი ეს როგორია. აქ როგორც ვიცი. ეგეთი მე რა ვერ შევდივარ. რაღაცა რისპაუნის ის მაქვს. ზოგადად რისპაუნის რაღაცა არ ვიცი რა. ისა აქვე მოკლედ მეგობრებო, თქვენ მიმივხვდით, სადაც შეიძლება რომ აჭმელი შევწვო და ეგეც სადაც წესით ალმასები, ისა რკინა და ეგეთი რაღაცები შეჩადო. ხო მეგობრებო, და თქვენ ახლა ზოგადად მეგობრებო მკითხავთ, მობები რატომ არ სპაუნდებიან და ზოგადად საჭმელი რატომ არ მეხარჯება? ეს იმიტომ რომ რაღაცა ერთ ზოგადად როგორ რა ქვია? სირთულეზე ვთამაშობ. სპაუნდებიან მობები და ზოგადად არც საჭმელი არ გეხარჯება. მაგარია მეგობრებო, ხო? და კიდევ მე მაქვს ეგეთი საწოლები ბევრი. ზოგადად როგორც ვიცი, იმ სახლებში ჩვეულებრივი საწოლები დგას, ვეღარ მოვიფიქრე იქ რა შეიძლება დავდგათ. და მოდი წავიდეთ ზოგადად სხვა ადგილას. და ეს რა არის ბედროკისგან, მე მაგას ცოტა მერე გაჩვენეთ. მე ყველაფერს გაჩვენებთ, რაც აქ საერთოდ მაქვს. წამო მეგობრებო, წამო. მე როგორ ბნელა.
მაგ სახლებშიც დიდი არაფერი მაქვს, აქაც უბრალოდ საწოლებია და მეტი არაფერი. და ის რაღაცა ცისარტყელასავით რომ ხედავთ რაღაცას. ის მეგობრებო, არის ზოგადად ჩემი გაკეთებული პოპიტი Minecraft-ში. შეხედეთ მეგობრებო, ეგეთი პოპიტია, ღილაკები დავაყენე, ზოგადად ეგეთი ფერების ღილაკები შეღდეთ. დაჭერა შეიძლება ვითამაშეთ როგორც ორიგინალ პოპიტში, მაგარია ხო მეგობრებო. მოკლედ, წაბო სოფელში დაბრუნდეთ მეგობრებო. და ისე ბნელა უკვე მეშინია და მაგიტომაც სახლში წავიდეთ ჯობია და მე სახლსაც აუცილებლად გაჩვენ. უი, მიფრთხილად. არა უშავს ჩავხტები, არაფერი არ მომივა. ეს ხო Minecraft-ია. და თან full netherite-ის ბრონში ვარ. არაფერი მომივა. გავიქეცით მაშინ მეგობრებო. გავიქეცით. და თქვენ ალბათ მე ვკითხავთ, სად არიან ყველა ვილიჯერები მაგ სოფელში? რაღაცა ჩვენ ვერ დავინახეთ ესე. მე მაგას აუცილებლად ხვალ გვაჩვენებთ. ჯერ მინდა ჩემი სახლი გაჩვენოთ. ესე იგი. აქ მაქვს ეგეთი ჩესტი, სადაც ეგეთი მაგარი რაღაცები მივდევს. ეგეთი მაგარი რაღაცები. აქ მაქვს ეგეთი მაგი და სადაც რაღაცი დაწერა შეიძლება, crafting table-ი. ეგეთი ბუხარი თუ რაც არის. საათი, საწოლი. და მოდი ავიდეთ მეორე სართულზე. აქ მაქვს ეგეთი რაღაცა, არ ვიცი ეს როგორ არის. და რაღაცა წიგნები. აბოლებ ახლა და გაჩვენებთ. ეს არ ვიცი ახლა ქართულად როგორ ითქმევა, რუსულად მაქვს და მაგითო. და საერთოდ ის შებიძინა გითხრათ რომ ეს წიგნები არც ისეთი კარგია. ხო მეგობრებო, მოდი ეს ყველაფერი ჩავალავი. მოდი შემეგობრებო, უბრალოდ ცოტა ავად გავხდი და მაგითო მაცემინებს. აქ კიდევ მოდი აქ კიდევ მაქვს ეგეთი რაღაცა საათ შეიძლება რაღაცა ზელები. არ ვიცი როგორ არის. აქ კიდევ წიგნები მაქვს ეგეთი. და შეხედე აქ ზევით ეგეთი არის. ის მაქვს არ ვიცი. ლუკი მაქვს. აქ დასაჯდომები მაქვს და ერთი ცეცხლი მიდგას ეგეთი. ხო მეგობრებო. მოდი ჩამოვიდეთ და კიდევ იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ მე არ მაქვს სახლში ის რა ქვია იმას, ის ცეცხლები, ფანარებიც კი არ მაქვს. მე მაქვს ლამპები. შეხედეთ, როგორც თანამედროვე ცხოვრებაში, შეხედეთ. ეს ლამპები შეიძლება გამორთო, როგორც ეგრევე, ძალიან ბნელა სახლში. მოდი აბა მეორე სართულზეც გავორთოთ და ვნახოთ ზოგადად როგორ დაბნელდება. აქაც უკვე ძალიან ბნელა და საერთოდ და საერთოდ აქაც ძალიან ბნელა. ძალიან ბეშია, მოდი ჩართოთ შუქები და ისე დავიძინოთ. დავიძიებ და შევჭამო აუცილებლად. აბა როგორ? ისე აქ ბევრი საჭმელი მაქვს. პური გავაკეთე, რაც ჩემი ბოსტიდან ავიღე რაღაცეები. შეხედეთ, ეგეთია ის სტაფილო მაქვს, კარტოფილი, ვაშლი. ეს არ ვიცი როგორ არის. რა ქვია, უი, შენ გადავიდე შემთხვევით. მოდი ეს ყველაფერი ჩავალაგოთ და მე კიდევ წყალი მქონდა მაგ მოცლებში, მაგრამ დავიმთავრ და მოდი წავიდეთ წყალზე ავავსოთ ცოტა. ისე მეგობრებო, ცუდია რომ ზოგადად მაგ სოფელში არ არის ჭაობი და მაგიტომაც
აი ეს ზოგადად ეს ზღვის წყალი უდავსა, მაგრამ აქ მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხო Minecraft-ია ბოლოს და ბოლოს. მოდი, ბოთლები თავის ადგილას დავუბრუნდეთ, წყალი კიდევ დავლიოთ. კარგი, წყალი დავლიე და მოდი ეს წყალი ჩვენი ჩავალაგოთ ახლა ჩვენ შეში. და მე უკვე ჩემსაქმეებს ვაკეთებდი, უკვე დილაც დადგა. გოდი უკვე აღარც კი დამაძინებს Minecraft-ი. აი ეგრე მგონია, მაგრამ ნუ მაინც როგორც გვინდოდა, მოდი შევჭამოთ ბოლოს და ბოლოს. სტაფილოს შევჭამ და აი მაგ რაღაცა. მოდი საწოლზე წამოვწვეთ უფრო სწორად და შევჭამოთ. გემრიელია. ვაიმე, კიდევ ერთი ჭამა ვიდოდა ხო. და ეს 3 ცალი ეს შევჭამოთ. გემრიელია. კარგი როგორ, მოდი ეს ჩავალაგოთ თავის ადგილას. და მე ახლა გაჩვენებთ ერთ მობებს, რატომ არ არიან ვილიჯერები ჩემს სოფელში. არა, თქვენ არ იფიქროთ, მე ისინი არ მოვუკანი, ეგეთ სულ რაღაცას არ გავაკეთებდი. მე მოკლაზე უკეთესი რაღაცა გავაკეთე, გაჩვენებთ ახლა თქვენ, დაინახეთ რომ აი იქ რაღაცა გალია მაქვს. და ზუსტად იქ არიან გამოვწყდეულები მაგ სოფლის ვილიჯერები. გაჩვენებთ ახლა როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. წავა მეგობრებო, წამო. შეხედე რამდენი ვილიჯერი მყავს მეგობრებო, ეგეთ გალიაში გამოვაწყდი. თუ უბრალოდ არ წარმოგიდგენიათ, რართული იყო რომ აქ მომეყვა და ესენი. ხო. და ვაგიდო, შეხედე რამდენი არიან და საერთოდ მეგობრებო არ იფიქროთ, ამდენი ვილიჯერი მაგ სოფელში არ ცხოვრობდა, მერე გამრავლება დაიწყეს და ამდენი გაჩნდა. ხო. და მე ახლა ერთ რაღაცას გაჩვენებთ, რომ ვინახოდი მერე გაჩვენებთ, მაგ ბედროკის რაღაცის უკან რა არის. ჩვენ ვაღებთ ჩვენს კარებს. ეკავთ აუცილებლად. აქ კიდევ ერთი კარგი აქვს და შეხედეთ უბრალოდ აქ რა მაქვს. აქ მაქვს მილიონი ემერალდი, მილიონი ალმასი. აქ მაქვს უამრავი ოქრო, უამრავი რკინა. აქ მაქვს უამრავი ნეზერიტი და უამრავი მედი. აქ კიდევ ბევრი ჯოხები მაქვს, რომ რაღაცა აქედან გავაკეთო. ხო, აქ კიდევ ეგრე დაიმონდის ბლოკები, ემერალდის ბლოკები, ისა რა ქვია, რკინის ბლოკებიც დავდგი. ხო. და აქაც ეგეთი ლამპებია, რომელიც შეგვიძლიათ აეგრე გამოვთ, ვაიმე. აქ ყველაზე ცუდად ასრაფად ვათებ შუქებს. და აქ კიდევ რა კარებია თქვენ შეკითხოთ და მაგ კარების უკან ჯერ არაფერი არ არის, რაც შედობობა დავიწყე და არ ავაშენე. აქ ჯერ ქვა არია ეგეთი. მაგას მერე ავაშენებ და მეგობრებო, თქვენ ხლა მეტყვის ბედროკი როგორ დავტეხე ის survival mode-ში და გეტყვით, ეს ყველაფერი არ იყო აშენებული survival mode-ში. ეს იყო ყველაფერი აშენებული creative mode-ში, მაგრამ მე გადავდივარ survival mode-ში, რომ უფრო საინტერესო იყოს. თამაში თორემ კრეატივში არც ისეთი საინტერესოა. ხო, მეგობრებო, მოკლედ თქვენ ხომ გავიგეთ. ხო. ნუ კარგი მეგობრებო, მე ახლა ვიდეოს დავთვალე, ფარდაგავიჭერთ ლაიკების დასმა და ჩემი არხის გამოწერა და ძალიან დიდი მადლობა 200 გამომწერისთვის ყველას ნახე